რა გვაქვს ჩვენ აი აქ რა გვაქვს და ფას დაკლებით ნაყიდი 60 ვაიკიკში ვიყავი გოგოებო და რაღაცები ვიყიდე და რა თქმა უნდა ეხლა სადა თუ არა თქვენ თან არ წარმადგინო მე როგორ ეკადრებათ ხო და დავიწყოთ უფრო უპირატესობა მივანიჭე ყოველდღიურ 60-ს ერთი წუთი დედა ეს არა ყოველდღიურ 60-ს და გადავწყვიტე გაიწე ცოტა დედიკო რომ ყოფილიყო ძალიან პრაქტიკული თან ბარემ მოვაძროთ ძალიან პრაქტიკული მინდოდა ყოფილიყო და ვფიქრობ იდეალურად პრაქტიკული ზედები ვიყიდე მე ატარაზე და რომ აგერ გაგდე შენ ზედა არის ულამაზესი ფერი რაღაცნაირი იასამნის ფერი აღოდ კვეთრი არ და აი ძალიან კარგი ხარისხი ძალიან მომეწონა ეს არის 2XL მაგრამ ამ ხელას არ იყო საჭირო ახლა უბრალოდ მინდა რომ ცოტა ფომფლოდ მქონდეს და თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნო ღირდად 15 ლარი გოგოებო და ღირებულება იყო 24 საწყისი თანხა და ანუ არის დაუფიქრებულა პრინციპში როცა ამ ზედას ვფიქრობდი ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია უბრალოდ რა ეს არის ისეთი რომ სამსახურშიც გამოვიყენო და ეს ყოველდღიურობაში ჩავიცვა ამიტომ ჩემი ფავორიტი ზედა მინდა გაჩვენოთ რომელიც არის სასწაული ფერი და მე ხო გიჟდები ამ წითელი შემიყვარდა ამ თლად ეგრე რო გითხრათ გიჟდებოდი მოგატყუებთ ესეც საკმაოდ დიდი ზომა ვიყიდე თუმცა ამ ხელა მჭირდებოდა მაგრამ ისევ და ისევ კომფორტულობას მივაწექით ასე ვთქვათ და ეხლა გაჩვენებთ ჯერ არც ერთი არ მცმია ყვასა აი აქ არ ჩანს ახლა გამოქვაბულში მაგრამ პირდებით რომ ამით არაერთი ფოტო და ვიდეო გელოდებათ და აუცილებლად გადავიღებ ხო და ძალიან ლამაზია აი აქამდე წდება კვავი არ არის ესეთი მოკლე და ისეთი ამ ხელა მაჯებზე იმას ვერ ჩავიცვამ ნამდვილად აი ესეთი და ავიღო ნაგამი რაც შეეხება ღირებულებას ღირდა 19 ლარი გოგოებო და საწყისი გახლდათ 24 ლარი ხო და დააფარე გაშრება ეს ხსველი ხელსახოცი ესეც იმ პრინციპით არის შერჩეული რომ აუცილებლად კარგად უნდა იყოს ფომფლოდ არ შემაწუხოს მე რომელ წონაზეც არ უნდა დავიდე ვერ ვიტან ძალიან მოტკეცილ ზედებს ჩემს ტანზე და მომკალით თუ გინდათ ეს 3XL-ია თუმცა არ გეგონოთ რომ ძალიან დიდია რეალურად გამიკვირდა 3XL რო ეწერა და ძალიან ბევრი ზომები ისე იყო რომ ანუ მეთქი რანაირად ხა ეს ზომა ეს ასეთი პატარა ამ ხელა ზომა აწერია მაგრამ ზომები ყველა სხვადასხვანაირად ინდივიდუალური აქვს და 3XL-ია მოკლედ ცოტა არა კარგად ფომფლოდ კი მაქვს ისე მაგრამ ჩემთვის ბევრად კომფორტულია დედა ეს ფჩხილას მეფხიკები შემდეგი ნომერი 3 ზედა რომელიც მე ვიყიდე და გამიკვირდა სხვათა შორის ეს რომ ვიყიდე იმიტომ რომ რაღაც არ ვაპირებდი მსგავსი სტილის ზედას მაგრამ ვიფიქრე რომ სიგრილეებში გამომადგება და ვფიქრობ რომ არაჩვეულებრივი არჩევანი გავაკეთე ამასთან დაკავშირებით არის აი ესეთი ჩვეულებრივი მოსაცმელი სპორტული ზედა ნახეთ კაპიშონით არ არის აი ესეთი და რა თქმა უნდა მე ჩაცმულზეც ნახავთ ეხლა რა სიზავთ ღირდა 24 ლარი 64 ლარის ნაცვლად და არც მიფიქრია სიმართლე გითხრათ ბევრი ეგრევე შევხედე თუ არა ისე მომეწონა რომ ზომა ვნახე მოვიზომე ეს სხვათა შორის არის დიდი ზომა მინდა გითხრათ არ მჭირდებოდა რეალურად ნამდვილად ამ ხელა თუმცა კობას მეაცი ახ მაშინ კობას ხო თავისი ჯიბეები აქვს ამ ხელა ზომა ერთი ზომით პატარას გადასარავად მექნებოდა თუმცა ასე ბევრად კომფორტულად გრძნობთ თავს საერთოდ რო გაცვიათ ვერ გრძნობთ სრიალებს ტანზე და არის აი რაღაცნაირი აი რო არ ხოლმე ჟაკეტები შემაწუხებელი და არა ანუ ძალიან რეალურად არის საკმაოდ თხელი
და ჩემთვის ძალიან კომფორტული. ისთვის როგორ ჩემთვის ძალიან მაგაში კი გათმები. კი, საყვარელ მაგიტომ ვიყიდე, რომ გავთბე. ვანჩა იცი რა? ნაგავი მოაცალე. მე ძალიან მიყვარს, როცა ბოლომდე არის ხოლმე ატანილი მსგავსი ტიპის ზედები და არ მიყვარს ახაც ნახევრად გადმოწეული, გადაწეული რა, აი მიყვარს აი როგორც არის, ასე რომ დგას და ძალიან ლამაზი დგომა აქვს, ძალიან ლამაზი ხელები. ასე რომ ვფიქრობ რომ შოპინგმა ძალიან კარგად ჩაიარა. ოღონდ მართლა არ ვაპირებდი ამდენად სტრიტლას რეალურად. და შევეხო. რა, ზდედი? შაკეთ. ეს არის 2XL. რა თემას უნდა შეეხო დედი საკითხს? ჰა? არაფერი, გონგ. კარგი დედი, როგორც გინდა, როცა გინდომება მაშინ მითხარი. ასე, ესეც დავკეცოთ. ამ კონკრეტულ ჩანთასთან დაკავშირებით ეს ძალიან მომწონს ეს ჩანთა. უბრალოდ ვფიქრობ, რა არ გავთვალე ყიდვის დროს გეტყვით გოგოებო, რატომღაც მეგონა უფრო მეტად ღრმა და ეს მეგონა რომ უფრო 1 წუთი დავსაუბრობ. და ეს მეგონა რომ უფრო პატარა იყო, ანუ ღრმა მეგონა არა და გავხსენდი, ეთყობა არ დავაკურდი სავარაუდოდ, თუმცა ცუდი აქვს ის რომ ძალიან ღრმაც არ არის, ანუ ისეთი რო და ჩემი Samsung სიყვარული ამაში ეტევა, მაგრამ აი რა მგონია რომ უნდა გადმოვარდეს, სულ ეგეთი შეგრძნება მაქვს და ნახეთ რეალურად რა მხელა ის აქვს ასაფარებელი თუ რა ვიცი როგორ თქვა რა, ხო ხვდები ზედამხარე მოკლედ და ვიფიქრე რომ უფრო ეს ნუ მოკლედ რეალურად ჩემია ტელეფონი დიდი და არა ეს ჩანთა პატარა, მაგრამ ხო. თუმცა გადასარავად გამოვიყენე დღეს მეკეთა, არის კომფორტულესი, გადაიცვი ირბინე. ძალიან ხშირად დავდიოდი სხვათა შორის ესეთი ჩანთებით, მერე მარიკოს მერე საერთოდ სხვა ჩანთებზე გადმოვეწყე, ნუ ბუნებრივია და ახლა ისევ ვუბრუნდები, ასე ვთქვათ, საწყის. მინდა კიდევ გაგიზიაროთ ერთი რამ, რაც ვფიქრობ, რომ ისეთი სასწაული ის ქონდა შეფასებები და დედამ ჩამიგდო მიყიდეო და ვუყიდე, მართლა გაოცებული ვიყავი, რაები ეწერა აი ამაზე. არ ვიცი განახეთ თუ არ განახეთ, მართლა არ ვიცი და არ დავიზარებ განახეთ წამალი. წამალი მიშველებ, სად არის დედაჩემის? აგერ არის. ხო ის უკვე ჩანთაში ჩავიდე, გავხსენი, ამიტომ ზაკოსაც გაჩვენებთ, ჩემთვისაც ვიყიდე. მე მგონი რომ გაჩვენეთ გოგოებო და თუ გაჩვენეთ გოდის გიხდით, თავიდან გაჩვენებთ. აი ეს გახავთ უპაწაწუნესი, ანუ თითზე ეტება ჩულ. ნახეთ როგორი პაწაწუნა, 1 წუთით უფრო კარგად გაჩვენებთ ახლავე. აი ასეთი. და არის გამოყუჩებული, რა ყველაფერს რო აყუჩებსო ეგ არისო და მოკლედ ვიყიდე ჩემთვისაც და ვუყიდე დედასაც. ღირდა 5 და 30 ფარმა სახლი ფარმა დეკო, აი მაგ აპთეკებში. აუ დედიკო, საკობება მომენატრა. აი მე დედიკო, შენ უნდა იკითხო საკოს როგორ ენატრები, აი სიგიჟემდე. მოკლედ დავბრუნოთ ის თავის ადგილას და მე არ გამომიყენებია ჯერ, მაგრამ რა ვიდეოებსაც ვუყურე, რა ვიცი, სასწაული უნდა იყოს და ერთი დღე დავტესტავ და გაგაგებინებთ. როგორც ხედავთ, არის უპატარავესი და უთხელესი ფენა უნდა წაისვათ თურმე და არა ბევრი. იმიტომ რომ იმდენ პატარა ხა ბევრი რო წაისვათ, ალბათ უხმარებაში აღარ გექნებათ. ესეც ასე, მოკლედ ტინტიმი აუცილებლად უნდა ჩავდო. ცოტა არის ძალიან და ისეთ მნიშვნელოვან ადგილებსაც მე თუ წავალ, მაშინ ასე ვთქვათ, წავისვამ. ჩამოვალ აგვისტოში, რო ჩამოვკერდა ზოგადად აგვისტოში უნდა ვიყიდო ტენტი და იქნებ ფასდაკლება იყოს. რამენაირად. ვიყიდოთ.
ესეთი მინდა 15 ლარი, ეს 16 ლარი. წამოვიღე მასაჟორი. ეგრეთ წოდებული ბაზარი გოგოებო მოეწყო. მოკლედ ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემი ალტაში შებრძანება, რადგან საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ 200 ლარიანი ფასდაკლება იყო და ამაზე მეტი არც არის ხოლმეო. ამიტომ არ ვიცი, დავგიჟდი. გადავირი, ყველაფერი გადავდე, რაც კი შეიძლებოდა გადამედო და ნახავთ რა ჩავიდინე. Hello. ძლივს ვაკონტროლებ თავს, რომ არ ვიკივლო, არ ვიწივლო, ჭკუიდან არ გადავიდე. არ მქონდეს სასწაული რაღაც ისტერიული ემოციები, იმიტომ რომ ერთმა ტალღამ გადაიარა. ხო და დღეს ავისრულე კიდევ ერთი ჩემი ოცნება, რომელიც მიზნად ვაქცი და ეს მიზანი, რა თქმა უნდა, არის ჩემს ხელში. ვაპირებდი, რომ ნოემბრამდე გადამეწია ეს ყველაფერი და ალბათ უკვე მიხვდით რაშია საქმე. ანუ წავედი ფეხსაცმლის საყიდლად და მოვედი ამ ჩემი სიყვარულით ფეხსაცმლის გარეშე. სახე არ მილაგდება, მიმიკას ვერ ვასწორებ, მაპატია ჩება გადაჭარბებული ემოცია მაქვს, მაგრამ ხოით რამდენი ხანია ველოდები ამ დღეს და გაგიჟებული ვარ სიხარულით. შევთხოვით შევიარე და აღმოჩნდა, რომ არის 200 ლარიანი ფასდაკლება Samsung Ultra-ზე და მეთქი კაი არ გვინდა გამოვედით, შევედი Zoom-ში, იქ რა თქმა უნდა ყოველთვის დაბალი ფასია შედარებით და Zoom-დან გამოვედი და ისევ შევუბრუნდი. ხო და ჩემს მულიშვილს ვურეკავ, მეთქი გოგო 200 ლარიანი ფასდაკლება და არ ვიცი მეთქი რა მოვიკვეთო. ხო და საბოლოო ჯამში ჩემი გოგო არის ჩემთან და ვარ უსაზღროდ ბედნიერი. მოგითხრათ რომ ჩავცე და რამე ვქენი არაფერი გამიკეთებია, იმიტომ რომ ახლა მოვედი და ისედაც არ ვაპირებ ჯერ არც გაკეთებას. გარანტია. გვაქვს 2 წლიანი გარანტია, მეგობრებო. ჩემი სიყვარული გაიცანით, ჩემი გოგო, რომელსაც უკვე დიდი ხანია ველოდები, როდის დავუწყაპუნებთ ის, რომ ჩემი ხარ, ჩემი. არის საგარანტიო 2 წელი, როგორც გითხარით, 3099 ღირდა გოგოებო. და საბოლოო ჯამში მომიწევს გადავიხადო დაახლოებით 4500 თუ რაღაც ეგრე. არ მახსოვს ახლა ტვინი მაქარეული, მაგრამ მაგდენიც გადახდა მიწევს ყოველ შემთხვევაში რა. 4500 თუ რაღაც ეგრე არ ვიცი ზუსტად, თუ მეტი ცოტა. ხო, ცოტა მეტი. და გავაკეთეთ 2 წელზე და წინსწრებით შევიტანე 300 ლარი. ანუ მაინც 300 შევიტანე და მაინც მიწევს ასე ვთქვათ 4500-ზე ცოტა მეტის გადახდა. ეს არის შედარებით ოდნავ დაბალი მეხსიერებით, ვიდრე სულ high level-ი. ის ღირდა საკმაოდ ძვირი, ამიტომ მე ისედაც YouTube-ის ვიდეოებს არ ვინახავ ტელეფონში, ამიტომ აღარ გავიგიჟე თავი და არა, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი ტევადობა აქვს, ამიტომ აღარ დავიტანე ხა ძალი რომ 6000 გადამეხადა. მოკლედ. ანუ მიკანკალებს ყველაფერი. ეს თავიდან დააკრო იმ ბიჭმა, იმიტომ რომ შემიმოწმა ტექნიკურმა მან რა ქვია, ჯგუფმა, მაიმედი და შილაკი არ ვიცი. გავხსნათ. ულამაზესია, ანუ კარტა არ ჩავადებინე, იმიტომ რომ აქ მჭირდებოდა ეხლა და მეთქი არ მინდა თქო რაღაცები მაქვს აქ ტელეფონში გასასწორებელი და გასაკეთებელი, ამიტომ არ გავიგიჟე თავი მაგის იმაზე. ვერთო, ყველას
გისურვებთ ასეთი ბედნიერი წამების განცდას, რაც მე ამ წამს მაქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ხვდებით ეხლა რა განცდა მაქვს. ვუალა, ჩემი გოგო. ფერი გახლავთ აი ეს. ლურჯს ეძახიან, მაგრამ ახლა მთლად ლურჯი როგორც ხედავთ არ არის, მაგრამ ლურჯი ქვია მოკლედ. მოდი ქალბატონო შენ დედასთან ჩემი ხარ. რა თქმა უნდა. ბრონი არ აქვს და მეჩქარებოდა, ამიტომ სავარაუდოდ ხალკობას გავატარო ბრონი დამიკრას და მერთო მაღალო. ჩემი გოგო. რამდენ ხანს მინდოდა, მოდი ჩავშთოთ. იმედია რომ მშვიდობია. არა, რა თქმა უნდა, რანაც ჩამერთეს და შემიმოწმეს. ბრონიც უნდა დავაკრა და ქეშიც უნდა ჩავსვა, იმიტომ რომ ჩემი დაბდურა ხასიათი რო ვიცი, სადღაც მივალეწავ უკანა მხარეს. არ ვიცი ხალხო, ისეთი ლამაზია, რომ აი რა გითხრათ. და ყველაზე მეტად რა მომწონს მე თქვენ ახლა გეტყვით და რისთვის არის ხა ეს ხო? მაცადეთ შემოვბრუნდე. ანუ ფანტასტიკური კამერა აქვს ხალხო, აი ვერც კი წარმოვიდგენდი, ხო ვიცოდი რომ ესეთი კარგი კამერა ქონდა, მაგრამ ამდენად კარგს ცოტა ვერ წარმოვიდგენდი. მოდი ვნახოთ ერთი წუთით განახებთ. ცოტა არეული ვარ, იმიტომ რომ კონტროლს არ მქონდებარები. აი ისეთი გამოსახულება აქვს ხალხო, რომ გადავირი, ახლა ჩემი პორტრეტი ჩავწვდ პორტრეტებზე ხო ვაფრენ და ვნახოთ. ანუ ალბათ ხვდებით რომ საერთოდ სხვაგან არის ეს და რითიც ვიღებ საერთოდ სხვაგან არის, რა თქმა უნდა. თუმცა ამან ძალიან ბევრი თავისი საქმე გამიკეთა ჩემ ტელეფონმა. იშტები როგორ მომწოხარ. გოგო როგორ მომწოხარ, ნეტა იცოდე. ძალიან კარგია. ძალიან მაგარია. ჩემი ანიჭკა უნდა მოვიდეს საღამოს და ყველაფერი უნდა გადამოვიტანოთ, მთელი ჩემი ბარგი ბარხანა ამაში, იმიტომ რომ უკვე უნდა დავიწყოთ გადაღება ხვალიდან. რა თქმა უნდა. მე ხამებში გავერკვევი რაღაცეებში, ესენი ასაცლელი აქვს, მოკლედ ამას მივხედავ. ეხლა ჩავალ კობას ძინავს. და ვნახოთ როგორ მოეწონება ჩვენი გოგო. მე რომ მეყიდა, ანუ როგორ იყო, ნახეთ, რამდენიმე ხსიერებაც და ისინიც ქონდა 200 ლარით ემატებოდა და ამას საკმაოდ მაღალი აქვს, რა თქმა უნდა. ისა 200 ლარით ემატებოდა თქო მეგაბაიტებით. და ამას რაც აქვს საკმაოდ მაღალია, ამიტომ თუ დამჭირდა და არ მგონია დამჭირდეს, არსებობს ჩიპი და მეორე ვარიანტი. ყოველთვიურად, ან შეგიძლია ყოველწლიურად შეიძინო და გექნება ტელეფონში, ესე ვთქვათ, ულიმიტო ადგილი რაღაცა იმამდე რა. ამიტომ სულაც არ ვდარდობ და კიდევ კარგი რომ არ ვიყიდე, ის ძალიან ძვირიანი. კიდევ კარგი. ეს ხო რამდენი დაჭდა და ის დაჭდებოდა დაახლოებით 6000 მაინც. იმიტომ რომ ნახეთ 2 წელზე გავაკეთეთ. მაგრამ მე 2 წლამდე იმას არ ვაპირებ ხა ხუხიალს და გადახდას, როგორც ისიც ყოველთვის ცოტა მეტი შემაქვს ხოლმე და ეხლა ზუსტად იმდე შევიდა რამდენიც არის, ცოტა მეცაც ხოლმე, მაგრამ სექტემბერში უკავა სამსახურში, რა თქმა უნდა, შევიდა ბევრად მეტს. ამიტომ გოგო მითხრა, რა თქმა უნდა, ბევრად მალე დაფარო და რა თქმა უნდა, ამდენი პროცენტის გადახდა არ მოგიწევსო. ამიტომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მაგამ ბავშვი ძალიან კარგად უგრძნობ თავს.
ნუ ყოველ შემთხვევაში 2 წელი არ დამჭირდება, მაგრამ წელწადნახევარში მაინც დავფარო, ან შესაძლოა 1 წელშიც. ნახოთ, როგორ იქნება, რა იქნება, ღვთისმსხურით ყველაფერი კარგად იქნება. ანგარიზე რა თქმა უნდა მე უფრო მეტი მქონდა ანაბარზე, როგორც ისიც და არაერთხელ მithქვა 678 ლარი თუ რაღაც, უბრალოდ მე რო 600 შემეტანა, რა თქმა უნდა უფრო ნაკლების ის მომიწევდა, თქვათ, გადახდა 2 წელში, ხო, ესე გამოდის, უფრო ნაკლები დაემატებოდა, მაგრამ ვერ გავრისკე, იმიტომ რომ ეს თვეები ვინ უნდა გადამიხადოს, ხო? ხო არ დავიწყებ, რომ გადავიხადე თუ რაღაცა პასუხისგებლობა რო აიღე, ადრე გადაიხადე. ხო და ხა არავინ დამზარდება რომ გადამიხადოს, ნუ ხა ჩემი ეღოც გულისხმობ და ჩემ ოჯახის წევრებს, მაგრამ ანუ ვისი მეტად გამოგაგ, ხო? ამიტომ გადავწყვიტე რომ 300 შემეტანა, 300 დავტოვო, რომ ეს თვეები სანამ გავალ სამსახურში უპრობლემოდ ჩამომაჭრას და არ ვიყო განცდაში, ნერვიულობაში და ასე შემდეგ. ასე რომ მომილოცეთ ჩემი ახალი გოგონში დაგიბრუნდებით, დარწმუნებული ვარ რომ დარწმუნებული და იმედი მაქვს რომ ძალიან მოგეწონებათ და ძალიან ბევრს აქვს ეს ტელეფონი და ჩემი რგული ვარიან მოხიბლულები სრულად წვის მნიშვნელობით და ასე რომ ნახოთ დასიზავს იმედი მაქვს რომ ფეხბედნიერი იქნება მისი შემოგზანება ჩემს ცხოვრებაში რა წერია ვნახოთ არაფერი არ აწერია ისეთი რაღაცა წარმოებები და ისინი აწერია რაც ხან მენაკლებად მაინტერესებს ეს არის Galaxy S25 Ultra ალბათ ბრონი და кейსი და ისეთი 50 ლარზე მეტი დამიჯდება სავარაუდოდ არ ვიცი მართლა გითხრათ ფასები რა ხდება საერთოდ არ ვიცი არც ბრონის არც იმის რაღაცა გამოთიშული ვარ ამ ქვეყნიდან ხო და ეს აღარ გვინდა ჩავიდეთ საათში და ჩემს მეუღლეს ვაჩვენოთ, იმიტომ რომ წამოგორებულია ძილის პირულშია. ასე რომ არიკოსონები დედიკო იცი რა მოვიტანეთ რა ტელეფონი და ჩემთვისო? შვილ სათამაშო ტელეფონი ხო გიყიდა დედა კი ითამაშე შეგეუთხარი. წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას ვინც მომილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. ყველას. წავედით და დარწმუნებული ვარ საოცარი ფოტოები და კადრები გელოდებათ. ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. ახლა არის 10:30 და წავიდეთ ჩემი გოგო ჩავსვათ ბრონში და ყველაფერში. ამტყდა, არ მკითხოთ ჭკვიდან ვარაწეული. ჩემს მასტერს არ ცალია დღეს ისვენებს და არ ვიცი ამას რა ეშველება. არსად ადგილები არ არის და დიდი ალბათობით ჩვეულებრივ ლაქს წავისვა მაგ ადგილას, სხვაგზე ფიზიკურად არ მაქვს. ასე გამოვიყურები, წავიდეთ. გადავაკრათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ გადამიკრავენ და ვაგზალზე არ მომიწევს წასვლა, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს ამის. მარიამი დავტოვე და ძალიან მინიმალური დრო მაქვს და არ ვიცი მოკლედ. ეს ჭხილი კიდე არ ჩაეკრე. რაღაცა დამეფრცხვნაზეა რა როგორ ჩვილი ეგრე ვუფრთხილდები, მაგრამ რა ვიცი. ხო. ბრუნი არის აუცილებელი. მოგეხსენებათ ყველა ტელეფონისათვის და მე ხო ისავარა ქვია დაბდურა ხელში მეკავა და კიდევ კარგი რომ ვიჯექი და არ ვიჯექი და იმ სიმაღლიდან არ გავივარდ ეს ტელეფონი და დამიწურდა ხალხო ხელიდან ძალიან სრიალებს აი ისე სრიალებს რომ რა გითხრათ და უცებ ხელიდან გამისხლდა აი უცებ დაეხეთქა ეკრანით ვაიმე მე ცუდად გავხდით სლიმს ავიღე ეს ტელეფონი აი როგორ ამოვაბრუნე იცი ესე ვუყურებდი მეთქი თუ გატყდა მე მეთქი დადექით და მიტირეთ სხვა რა ვთქვა ბუდხარ იცით როგორი ამინდია აი ზღვის სანაპიროსკენ რომ მიდიხარ და ხაცნაირის რომ ბერავს ამ გაგანიან ახალ უკაში ხო ჩემი ნათი იყო ჩამოსული ერთი ღამე დარჩა და
სათვალე დარჩა ჩემთან, რომელზეც ვგიჟდებოდი და სულ ვეუბნებოდი ბაჩუქე და არ ჩუქდით ხო და რა ვიცი. ცოტა შორის ნათმიდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად ვიჭვინებ. ევროპროდუქტი ჩემგან ახლა ცოტა შორია. ძალიან კი არა, მაგრამ ოდნავ და ახლა მაგრად მეზარება იქ წასვლა. რაც ნიშნავს იმას, რომ დავრჩით უბრალოდ ერთი მაქვს, მაგრამ გვერდით გოგონა მითხრა, რომ ეგ მაღაზია, ანუ აქსესუარები, სადაც ველოდებოდი თავის საკუთრებაში, ამიტომ რომ ცოტა მაშინ აღებსო და ძირითადად 11-დან 12-მდე აღებს, რისი დროც არ გვაქვს. და მივდივარ შემდეგ სხვა მაღაზიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ღია. ეს ბოლო კადრები ამ ტელეფონით, რასაც ვიღებ და გადაგივალო ძალიან მომენატრება ეს ამბავი, იმიტომ რომ პატარა ზომის არის. იმასთან შედარებით ბევრად პატარა ზომის და უფრო კომფორტულად ვიჭერ ხელში. ველოდები დაკეტილია. რა ვიცი რომზე იღება და ველოდები ცოტა ხნის. მანამდე წავიდეთ ნიკორაში აქვია და ვნახოთ ის ჩემი პური, რომელიც სამი და რაღაც რო ღირს. შიგნით გოგოებს 5 ცალი, არის ძალიან ნოყიერი და რადგან 5 არ გეგონოთ რომ რაღაც საკმაოდ ნოყიერია, უბრალოდ ხო რეალურად ცოტა რა, მაგრამ ნოყიერი არის. აქედავე იცოდეთ რომ გემო არ მოგეწოთ. მაგრამ რაღაცებს რომ მიაყოლებთ, არ შეგიქმნით ეს დისკომფორტს და მე რაღაცა გეგემრიელებად კიდეც. და ყველაზე მნიშვნელოვანი უდაბლესი კალორიით წავედით. სამწუხაროდ არ არის. წავიდეთ ერთ-ერთ სალონში, თუზის ვინმე დამოსულია. გავიკეთოთ ეს რაღაც სასშინელი, აი საჰატეხილი. რაიმე და მგონი და კეტილია ყველაფერი. არა აქვთ. სამწუხაროდ ულტრას არც кейსი და არც არაფერი არ აქვს. აქ მივდივარ თუ გაიღო იმ ბიჭების თუ არა და წავიდეთ სახლში და დიდი ალბათობით ვეღარაფერს ვასწრებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისში მოუწევს ჩემ ტელეფონს დარჩენა, რადგან სოფელში საკმაოდ სახიფათოა ამის წაღება, იმიტომ რომ ყოველ წამს შეიძლება დამივარდეს, არა დაკეტილი. წავედით სახლში. ყველაფერი რატო არის, რომ არ იღება თავის დროზე, აი ყველაფერზე ეს პრობლემა რატოა, მაგალითად მივედი არ არის. მეორე მაღაზიაში მივედი არ არის ღია. არ ვიცით როდის გაიღება. ანუ არის. რომ მოკვდა ვერავის ვერ იპოვი, ვინც 10-ზე იღება. ვერავის. გავიკეთე, კიდევ კარგი რომ ქონდა მაგისი დრო. სხვაგან გავიკეთე ოღონდ. ხო და ის არის გოგო. ხო, 5 ლარი გადავიხადე. ანუ გამოდის რომ კარგად ძვირი დამიჭდა მთლიანობაში ჩხუტები. დავიწყე ჩაბარკება და კოსმეტიკა არ უნდა დაგვავიწყდეს. ასევე სუნამო, რა თქმა უნდა სათვალე. მეორე სათვალე, რომელიც გამომიგზავნა ბრენდმა და არის ჩოგანის წარმოება და მე ძალიან მომწონს. ეს არის იტალიური ბრენდი, ხო და აღფრთოვანებული ვარ, წლებია მაქვს. ხო, რა თქმა უნდა, გამაგრილებელი, შტატივი არ უნდა დაგვრჩეს არც ერთ ვარიანტში. ასევე მიკროფონი. ხო, ძალიან ცივა ჩვენსკენ, ამიტომ ესეც. სახის ფიქსატორი,
ასევე თვალის წვეთები, რომელიც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნუ ეს ჩემი გადამრჩენელი არსად გრჩება, ხელსახოცი არ გრჩება, ნუ ჯაგრისი თავისთავად არ გრჩება, ეს კი არის ჩვენი ბარგი, მხოლოდ ჩასაცმელები, სხვა დანარჩენი უკვე სხვაგან გადავანაწილეთ, ხო ეს სამკაულები რაც მიმაქვს და ხო, ეს აუცილებლად, ეს არ უნდა დაგვრჩეს, ნუ ეს რო დამრჩეს, ჩათვალეთ თავი დამრჩა, კალორიების რვეულები აუცილებლად და ჩემი უსაყვარლესი, რომლითაც დავიწყებთ ხვალიდან ვლოგების გადაღებას, ჩემი სიფრიფანა რა თქმა უნდა თან მიმყავს 100 ლარი დაჭდა მეგობრებო, ბრონი, დამტენის თავი, ჩასადები და ასე შემდეგ. ჩანთამი გვაქვს აუცილებლად, მარიკოს წამლები და ჩემიც აუცილებლად. აქ რასთან დაკავშირებით გამოვიყვეხა, ვერ გეტყვით რაღაცას გაჩვენებდათ. და ვეხოცები რომ გამოდი შვილობი ვთხარი აქედან და ცოცხალთებით არ გამოდიოდა. რაღაც უნდა ვაჩვენოვო. ხო და არ ვიცი ზუსტად რა უკავია ახლა ვერ აღვიქვი, მაგრამ რაღაცას გაჩვენებდათ. საღამოშვიდობის კი არა და. დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? რა შვებით, ხო ხართ ყველა კარგად? მე ვემზადები. რაღაც საქმეზე უნდა გავიდე, თუმცა გადაწყვეტილია რომ მივდივართ სოფელში, ჩემი მეუღლე სოფელში არა, ამ შემთხვევაში ჩემ ბებიკო სოფელში მივდივართ, სამწუხაროდ ჩვენი ახლონათესავი გარდაიცვალა, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდეთ და რადგან იქ ვიქნები, ბარემ დაახლოებით 2 კვირით დავრჩები, იმიტომ რომ ჩამოდი, მერე ისე წადი უბრალოდ შეუძლებელია. შორი გზაა, თქვენც იცით. წინასწარ ასე ვთქვათ, მასალა დასადები არის გადაღებული, დამუშავებული. რამდენიმე დღის დაახლოებით 2 დღის მაინც არის თუ მეტის არ მახსოვს ხარ რამდენია ზუსტად. ძალიან დიდი მასალა მოკეთ გადაღებული წინა დღეებში. ხო და ეს ვიდეოები დაიდება. შესაძლოა ერთი დღე ვერ დაიდოს რიგი მიზეზის გამო, თუმცა დანარჩენ დღეებში აუცილებლად უკვე მიცემული მაქვს ასე ვთქვათ ატვირთვას და როცა საჭირო იქნება, მერე გასაჯაროებას ასე ვთქვათ მივცემ. რაც შეეხება სოფლის ვლოგებს, რა თქმა უნდა გექნებათ, მაგრამ რაღაც რამდენიმე დღის მერე ცოტა ისე ვართ. ცოტა მძიმე დღეები გვაქვს, ცოტა არა, საკმაოდ. თქვენ რასაც ნახულობდით, ეგეც თითქმის წინასწარი მასალა იყო ამ პერიოდის, ამ დღეების, რამდენიმე დღის. და ასევე გექნებათ რამდენიმე დღის თბილისის, ასე ვთქვათ, მოგროვებული ვლოგები, ან შეიძლება 2 დღე, ან 3 დღე, ნახოთ როგორ იქნება, როგორ ვიქნები იმის მიხედვით. ასე რომ მე ახლა საქმეზე მივდივარ, თუმცა გიტყოვებთ სხვადასხვანაირ დღეების კადრებს და ძირითადად ალბათ რა ვიყიდეები იქნება, იმიტომ რომ უფრო ესე ყიდვების დღეები მქონდა. ამიტომ გელოდებათ ვაიკიკის სამოსის განხილვა და სხვა. შევხვდებით სოფლის ვლოგებში. დროებით.